ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომამდე ბიუროს რიგარეშე სხდომა გაიმართა. ბიუროზე საკითხები უფრო მოცულობითი გახდათ. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხზე იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა დელეგირებულ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი თქვეს და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს სამივლინებო თანხების დაფინანსებაზე თანხმობა არ მისცეს. ჩვენ უბრალოდ შევახსენებთ საფინანსო ყოფილებას, რომ დელეგირებული ვალდებულება ნიშნავს, რომ დელეგირება ნიშნავს, რომ ჩვენ განმოგვეცა შესასრულებლად ცენტრალური ხელისუფლების ფუნქცია, ოღონდ დელეგირება ნიშნავს, რომ შესაბამისი ფისკალური ანაზღაურება მოყვება და უბრალოდ გამომართვა, რომ გიასო თუ თქვა ამ სამსახურს უფრო სჭირდება თანხა და არ ყოფნის, მან უნდა მიმართოს ჩვენ და მე ჩვენ ფინანსის სამინისტროს, რომ ამისთვის თანხა დამატებით გამოიყოს, იმიტომ რომ ყველა საქმიანობა ფინანსის სამინისტრო და ფინანსდება. საკრებულოს წევრებმა ასევე ბიუროს სხდომაზე საჯარო მოხელით და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზეც იმსჯელეს. ადამიანები, რომლებიც სამომავლო თვითმმართველობაში თანამდებობებს დაიკავებენ, აუცილებლად უმაღლესი განათლება და სამთვიანი მუშაობის გამოცდილება უნდა ქონდნენ. დანარჩენი საჯარო მოხელეები კი განათლების კუთხით არ შეიზღუდებიან. თუ საჯარო მოხელე უფრო მეტი არის, ესე რომ ყველა საშუალო განათლების მქონე ადამიანს ეძლევა მიიღოს ამ გამოცდილებაში მონაწილეობა და დასავლეთ შემდეგ აიმაღლონ კვალიფიკაცია და ამის შემდეგ გახდნენ უკვე უფრო მაღალი რანგის თანამდებობის პირები. ასე რომ კიდევ ერთხელ ყველა უზრუნველეს მოუწოდებთ, ჩვენ სავარაუდოდ 28-29 ნოემბერს გამოცხადება კონკურსი, უკვე ჩადარდება ტესტირება და შემდეგ იქნება გასაუბრება და ამიტომ ყველა უზრუნველეს მინდა მოუწოდო, რომ მიიღო მონაწილეობა, გასაუბრებთ ახალგაზრდებს. ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დარჩენილ 7 საკითხსაც ერთხმად უყარეს კენჭი.